დღეს უნდა გაგიზიაროთ სვანური ტრადიციული კერძი მერწვი. ძირითადი ინგრედიენტები, რომელიც გვჭირდება, არის კარტოფილი, კარაქი, რძე და მწიფე ყველი. მწიფეს ეძახიან ახალ ამოყვანილ, ცოტა შემჟავებულ უმარილო ყველს. თუმცა მე რა თქმა უნდა მწიფე ყველი არ მქონდა ქალაქის პირობებში და გამოვიყენე სულგუნი. შესავალი ცოტა დიდი გამომივიდა, მაგრამ ეს ლამაზი კადრები აუცილებლად უნდა დამეფიქსირებინა. ახლა კი გადავიდეთ მომზადებაზე. 1 კილო კარტოფილს მოვხარშავთ. სანამ მოიხარშება კი, მანამდე სულგუნს გავხეხავთ. მოხარშული კარტოფილი შეგვიძლია დავჭყლიტოთ ან გავატაროთ საცერში და დავამატოთ 80 გრამი კარაქი. თქვენ კი კარგად იცით, რომ მე შეყვარებული ვარ შატილის კარაქზე. 200 მილილიტრი რძე დავდგამთ დაბალ ცეცხლზე, სანამ მივიღებთ ასეთ ერთგვაროვან მასას, დავამატებთ სულგუნს. თუ მომწიფებულ ყველს დაამატებთ, აუცილებლად მარილიც დაგჭირდებათ. კვლავ დავდგამთ დაბალ ცეცხლზე და როდესაც უკვე მასა წელვადი გახდება და დუღილს დაიწყებს, შეგვიძლია მივირთვათ.